მცირე სარეკლამო პაუზის შემდეგ ბრუნდებით ისევ პირდაპირ ეთერში და ვაგრძელებთ საუბარს თემაზე სახელშეკრულებო სამართალი, კერძოდ კი ნასყიდობა და იპოთეკა. თქვენ კი აუცილებლად უნდა დარეკოთ კითხვის გაჩენის შემთხვევაში ნომერზე 22 15 92-ზე და დასვათ თქვენთვის საინტერესო ნებისმიერი შეკითხვა. Hörmətli tamaşaçılarımız, qısa aradan reklam arasından sonra biz yenidən canlı yayıma qayıtdıq. Bizim bugünkü mövzumuz algı satqı və ipotekadır. Həmçinin hörmətli tamaşaçılar, biz sizdən də birbaşa yayına zənglərinizi gözləyirik. Bizim nömrəmiz 22 15 92-dir. Bu algı satqı və ipoteka ilə bağlı hər hansı bir sualı zəng vuraraq hər hansı bir sualı ünvanlamağa çəkinməyin. Ქაუტნათია, ალბათ მაყურებლისთვის საინტერესო იქნება რა და რა სახის ნასყიდობის ხელშეკრულება არსებობს. Hörmətli Natiya xanım, deməli maraqlıdır ki, yəqin tamaşaçılarımız üçün də maraqlıdır ki, bu algı satqı hansı, nə cür və necə algı satqı formaları mövcuddur, müqavilə formaları? Diyaq, მოგახსენებთ კითხვაზე პასუხს, ნასყიდობის ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს როგორც განვადებით, ასევე გამოსყიდვის უფლებით. ნასყიდობის ხელშეკრულება განვადებით გულისხმობს იმას, რომ გამყიდველის სურვილისამებრ შეიძლება უძრავი ნივთი გაყიდული იქნეს განვადების საშუალებით, სადაც განვადების ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს ის, რომ რა სრული ოდენობა თანხის, ნასყიდობის საგნის სრული ოდენობა, ასევე მხარეთა რეკვიზიტები, ასევე ის, თუ რა ვადაში უნდა იქნეს განვადებით დაფარული აღნიშნული ხელშეკრულება, ნასყიდობის საგანი სრულად რომ მფლობელობაში გადაეცეს. Deməli, alqı-satqı müqaviləsi iki cür ola bilər. Bunlardan biri birbaşa ödəmə yolu ilə alqı-satqı müqaviləsi, bir də kredit yolu ilə alqı-satqı müqaviləsi qoyula bilər. Bu halda kredit alqı-satqısı zamanı əmlakı alan şəxs, daşınmaz əmlakı alan şəxs razılığı ilə kreditlə alqı-satqı müqaviləsi qoyulur. Bu kredit müqaviləsində məbləğ, nə qədər deməli qiyməti, əmlakın qiyməti qeyd olunur. Həmçinin satan şəxsin ünvanı və haqqında məlumatlar, alan şəxsin haqqında məlumatlar və deməli qeyd olunur. Həmçinin müddət, hansı müddətə qədər bu məbləği ödəyib, tam ödəyib başa çatdıra bilər və aylarla nə qədər məbləğ ödəyə bilər. Bütün bunlar müqavilədə qeyd olunur. რაც შეეხება ნასყიდობის ხელშეკრულებას გამოსყიდვის უფლებით, ეს გულისხმობს იმას, რომ გამყიდველს სურს განახორციელოს ნასყიდობის ხელშეკრულება იმგვარად, რომ შემდგომ იტოვებს უფლებას უკან გამოისყიდოს თავისი ნივთი განსაზღვრულ ვადაში. კანონი ითვალისწინებს მკაცრად განსაზღვრულ ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს. თუ აღნიშნული ვადაზე მეტად გაგრძელდა ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით, მაშინ აღნიშნული ხელშეკრულება იქნება ბათილი. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ნასყიდობა გამოსყიდვის უფლების პერიოდში, როდესაც მყიდველს გადაეცემა უძრავი ქონება, ის ვალდებულია, რომ მოუაროს აღნიშნულ ნივთს, არ დააზიანოს და ასევე არ გაასხვისოს. იმ შემთხვევაში, თუ ნასყიდობა გამოსყიდვის უფლების მქონე პირი აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გაასხვისებს მესამე პირზე, აღნიშნული ხელშეკრულება იქნება ბათილი. სწორედ აი ეს ნორმებია გასათვალისწინებელი ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით. ასევე მინდა გითხრათ, რომ პრაქტიკაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ ძალიან გრძელვადიანი ყოფილიყოს ნასყიდობა გამოსყიდვის უფლებით, სულ რაღაც 3 თვიანი ან 6 თვიანი შეიძლება იყოს. ეს აბსოლუტურად გამყიდველის ნებაზეა დამოკიდებული. Deməli, alqı-satqı müqaviləsi həmçinin də əmlakın geri almaq şərti ilə də mümkündür. Belə ki, əmlakı satan şəxs alan şəxslə müqavilə bağlayır ki, müəyyən zamandan sonra o öz əşyasını, öz əmlakını geri qaytaracaq. Və bu iki tərəf arasında razılıq olunur və bundan sonra müqavilə bağlanır. Həmçinin burada demək, həm də alan şəxs geri qaytarılacaq deyə bu əmlakda müğayət olmalıdır. Heç bir deməli ona qarşı deməli sıradan çıxmasına icazə verməli deyil. Və həmçinin əgər deməli bunlar arasında müqavilə deyək ki, geri qaytarmaq
istəyirsəm həmin əmlakın sahibi və bu müddət aralarında olan müddət isə geri qaytarmaq müddəti 5 ildirsə də, məsələn, 5 ili ötərsə və əmlakın sahibi geri qaytara bilməzsə, qaytarmaq istəməzsə, öz əmlakını bu zaman onların arasında başdan qoyulmuş müqavilə pozulmuş hesab olunar və əmlakı alan şəxsin özünə qala bilər bu əmlak. Amma bizim hüquqşünasımız qeyd edir ki, öz praktikasında belə bir şeyə rast gəlib, tez-tez rast gəlir ki, deməli, bunun müddəti, əmlakın geri qaytarma müddəti 3 ayı adlamayıbdır, 3 ayı ötməyibdir. Belə ki, əmlakı geri qaytarmaq şəxsi ilə satan şəxs ən uzağı 3 ay qeyd edib müqavilədə və sonradan da geri qaytarılıb, yaxud da elə satılan şəxsə qalıb. Ეხლა ვისაუბროთ იპოთეკაზე, განმარტავ რა არის იპოთეკა. მინდა მოგახსენოთ, რომ მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება არის იპოთეკა. რა მოთხოვნასთან არის დაკავშირებული უძრავი ნივთი, ისე შეიძლება იყოს გამოყენებული დატვირთული კრედიტორის სასარგებლოდ, რომ კრედიტორს უფლება ჰქონდეს სხვა კრედიტორებთან შედარებით უპირატესად დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნა არსებული უძრავი ქონებით. Როგორ შეიძლება იქნას დაკმაყოფილებული მოთხოვნა? მოთხოვნა შეიძლება იყოს უძრავი ქონების რეალიზაციით დაკმაყოფილებული, ან კიდევ კრედიტორის სასარგებლოდ საკუთრებაში გადაცემით. Deməli, indi isə ipoteka haqqında söhbət edirik. Ipoteka deməli, tələbi təmin edən vasitədir. İpoteka və kreditorun həmişə xeyrinə olur. Belə ki, kreditor öz əmlakını ya sata bilər, yaxud da kiminsə istifadəsinə kredit vasitəsilə verə bilər. Diyaq, საერთოდაც ipotekis registrasiya აუცილებლად ხორციელდება საჯარო რეესტრში. Və ipoteka müqaviləsi mütləq ictimai reyestrdə qeydiyyatdan keçir. თუ ipotekit უზრუნველყოფილია რამდენიმე ნივთი, მოთხოვნა დაკმაყოფილდება თითოეული ნივთით დამოუკიდებლად. Əgər ipoteka bir neçə əşyaya aiddirsə, onda bu əşyaların hər birinin tələbini təmin etmək şərti ilə baş verər. იპოთეკა სავალდებულო იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში მისი რეგისტრაციის მომენტიდან. İpoteka həmçinin o zaman hüquqi qüvvəyə minirsə ki, hüquqi qüvvədə olur ki, onu ictimai reyestrdə qeydiyyatdan keçirərlərsə. იპოთეკის შემთხვევაში საჯარო რეესტრში ერთ-ერთი მხარის მიერ უნდა იქნეს წარდგენილი გარიგება. ამ გარიგებაში აღნიშნული უნდა იყოს უძრავი ქონება, კრედიტორი, მესამე პირი, ასევე იპოთეკარი, მოთხოვნის შესრულების ვალდებულება, ასევე მოთხოვნის შესრულების ოდენობა. Deməli, ipoteka müqaviləsi bağlanan zaman hər hansı tərəfindən saziş təqdim olunmalıdır. Həmin sazişdə deməli, ipotekarın, kreditorun və üçüncü şəxsin haqqında məlumatlar olur və bundan sonra aralarında saziş imzalana bilər. მხართა შეთანხმებით და ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით იპოთეკარს შეიძლება მიეცეს იპოთეკის მოტმობა, რომელსაც გასცემს საჯარო რეესტრი და რომელიც რეგისტრირდება საჯარო რეესტრში. Deməli, ipoteka sazişi müqaviləsi hansısa tərəfin, iki tərəfdən birinin tələbi ilə, istəyi ilə qoyulur və bundan sonra ipotekara ictimai reyestrdən şəhadətnamə verilir və şəhadətnamə də elə ictimai reyestrdə qeydiyyatdan keçir. იპოთეკის მოწმობა არის ფასიანი ყაღალდი, რომელშიც აღინიშნება იპოთეკარის უფლებები. İpoteka deməli qiymətli vərəqdir və ipoteka şəhadətnaməsi qiymətli vərəqdir və o deməli şəxsin hüquqlarını qeyd edir. Hüquqları qeyd olunur orada və pulludur.
იპოთეკის მოწმობასა და საჯარო რეესტრში არსებულ მონაცემ შორის დაფიქსირებულ უზუსტობას შორის უპირატესობა ენიჭება იპოთეკის მოწმობას. Deməli, ipoteka müqaviləsində qeyd olunan bütün şərtlər aralarında iki tərəf arasında razılıqdan, üç tərəf arasında razılığa əsasən ipoteka şəhadətnaməsində yazılan şərtlər pozularsa, bu halda ipoteka müqaviləsi insanın köməyinə çata bilər. ერთ იგივე ნივთი შესაძლებელია რამდენიმე ჯერ იყოს იპოთეკით დატვირთული. ამ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება იმ იპოთეკას, რომელიც რიგითობით უფრო პირველად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. ანუ მოთხოვნის დაკმაყოფილება ხდება რიგითობის საფუძველზე საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. Deməli, ipoteka bir neçə deməli əmlaka bir ipoteka ola bilər. Bu halda əgər bu bir neçə şəxsdən, bir neçə əmlakdan hansı ilk olaraq, birinci olaraq reyestrdə, ictimai reyestrdə qeydiyyatdan keçərsə, onda onun tələbləri təmin edilmiş olar. მესაკუთრე ვალდებულია იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მოვლა-პატრონობა იმგვარად განახორციელოს, რომ იპოთეკარს შემდგომ მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალება მიეცეს. ზარია პირდაპირ ეთერში. Zəng var. გისმენთ. რა მაინტერესებს, ანუ გირაოს განმარტვა მინდა უძრავი ქონების გამიმატე თუ შეიძლება. გაიმეორეთ თუ შეიძლება კითხვა. გირაოს განმარტვა მინდა, ანუ უძრავი ქონების გირაო გამიმატე თუ შეიძლება. მადლობ ზარისთვის. Deməli, tamaşaçımız zəng vurdu və daşınmaz əmlakın girova götürməsi haqqında deməli, ətraflı məlumat istəyir. დიახ, მინდა მოგახსენოთ, რომ კანონმდებლობა გირავნობას ითვალისწინებს მხოლოდ მოძრავი ნივთის, ამ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ავტომანქანის გირავნობა და არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს უძრავი ქონება გამოყენებული როგორც გირაო. სამართლებრივად მინდა მოგახსენოთ, რომ უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა ხდება, სადაც აღინიშნება ის ვალდებულებები, რაც დაკავშირებულია უზრუნველყოფის საშუალებასთან. ანუ, როდესაც მხარეები დებენ ხელშეკრულებას უძრავი ქონების გადაცემასთან დაკავშირებით, მაგალითად მესაკუთრე გადასცემს დაინტერესებულ პირს სარგებლობის უფლებებით, დროებით უძრავ ქონებას, ამ შემთხვევაში უზრუნველყოფის საშუალებად შეუძლია გამოყენებული იქნეს იპოთეკა და არა გირავნობა, ვინაიდან კანონმდებლობა არ იცნობს უძრავი ქონების გირავნობის ცნებას, მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელია მოძრავი ნივთის გირავნობა. Deməli, hörmətli tamaşaçılarımız, bizim hüquqşünasımız bu suala cavab olaraq bildirir ki, girov kimi yalnız daşınan əmlak götürülə bilər. Qanunvericilik daşınmaz əmlak haqqında girov tanımır. Amma ki, daşınmaz əmlakın deməli, əgər satan şəxs öz əmlakını hansısa bir müddətə kiməsə satırsa da, kiməsə verirsə də, onda onların arasında ipoteka müqaviləsi bağlanır və müəyyən müddətdən sonra o əmlak geri qaytarılır. ალბათ საინტერესო იქნება თუ ვისაუბრებთ იმასთან დაკავშირებით, რამდენად შესაძლებელია იპოთეკით უზრუნველყოფილი ქონების პირდაპირ კრედიტორის საკუთრებაში გადასვლა. რა თქმა უნდა, კანონი ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც შესაძლებელია იპოთეკით უზრუნველყოფილი ქონების კრედიტორის საკუთრებაში პირდაპირ გადასვლა და ეს პირდაპირ უნდა იყოს ხელშეკრულებაში მითითებული, რომ თუ იპოთეკარი ვერ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, ამ შემთხვევაში კრედიტორს უფლება აქვს, რომ საკუთრებაში პირდაპირ გადაეცეს იპოთეკით უზრუნველყოფილი ქონება. Deməli, ipoteka tələbini təmin edən müqavilə haqqında söhbət edir bizim hüquqşünasımız. O deyir ki, əgər ipotekar vaxtında kreditin faizlərini ödəməzsə, məbləği ödəməzsə, bundan sonra əlbəttə ki, kreditorun öz adına keçə bilər həmin əmlak və onların arasında da heç bir narazılıq yarana bilməz.